მეტრო ავლაბარი ჩვენი გადაცემისთვის კარგი ნაცნობი ადგილია, იმიტომ რომ აქ ბევრი კვების ობიექტია, განსაკუთრებით საცხობი და გადაღებული გვაქვს კიდევაც. მოდით ვიფიქრეთ, გადავამოწმოთ, მაინც რა შეიცვალა. აი ეს საცხობია, რომელიც გარეგნულათაც ეტყობა, რომ არაფერი შეცვლილა. ვიზუალი უკვე იმაზე მეტყველებს, რომ არც შიგნით დახვდება არაფერი კარგი. შევდივართ თუ არა არის მაცივრები, არანაირი დეზობარიერი, იატაკის მთლიანობა დარღვეულია. მაცივარი როგორც მინიმუმ უნდა იყოს გამოსუფთავებული, მინდა რომ გაჩვენოთ. ესენი კიდე როდინდელია და როდის არის შიგნით ჩასხმული მაიონეზი ვერ გეტყვით. ქუჩიდან შემოსული მტვერი, ნახეთ რა მდგომარეობა, რა საშინელებაა. აგერ შეხედეთ, როგორი ჭერი არის, ბინძური, გაუბედურებული, ნახეთ. და შევიდეთ შიგნით, ნახეთ, სამზარეულოში რა ხდება. თქვენ დაწერეთ კომენტარებში ეს რა არის. და მარტო აქ არ არის, ნახეთ. შეხედეთ, სუფთა ჭურჭელში ეცვენა როგორ მიმდინარეობს, შეხედეთ. აქაც ყველაფერი ნაჟურ წყალში არის, ნახეთ. აქაც ნაჟურ წყალშია, შეხედეთ. რაც ყოველად დაუშვებელია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამას შეხედეთ, ეს არის წმწუმების კვალი. სამწუხაროდ, ეგ არის. ჭიანჭველებიც არის. და ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ. ეს არის და უკან შეხედეთ, რა მდგომარეობაა, მაგრამ ეს კიდე არაფერი. მე მინდა ვთხოვო ჩემ ოპერატორს, აქეთ ნახეთ. აქეთ შეიხედოს. აქეთ ნახეთ რა მდგომარეობაა. ამოწიეთ მაცივარი. და ჩაიხედეთ, ნახეთ. ეს ნახეთ. მიყვეთ. ეს ნახეთ. ხორცი ნახეთ, რომელიც არ გაირეცხება. ქვევით ნახეთ, მაცივრის მდგომარეობა. რომელ დასტიკერებაზე არის და ნახეთ. და ასევე გარეცხილი დამუშავებული ხორცი და დაზიანებული პარკები, ეს უკვე გამზადებული შიგთავსია რაღაცა პროდუქტის და რა გითხრათ ახლა. აქაც ნახეთ რა მდგომარეობაა, როგორც მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა იხვეტებოდეს კვირაში და ყველგან აბსოლუტურად მღრღნელების ისინი არის ექსტრემენტები სამწუხაროდ. როგორც შიდა სივრცე, ასევე გარე სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია კვების ობიექტისთვის და სიმართლე გითხრათ, როდესაც ობიექტი მოწესრიგებულია, სუფთა, მინებია გაწმენდილი, ხშირ შემთხვევაში შიგნითაც მოწესრიგებულია. და რა თქმა უნდა პირიქითაც ხდება. ეს რა არის, არ ვიცი, ეს არის ეტყობა ქოლგა ოდესღაც იყო, ეხლა რაღაცა ჩამონგრეული კონსტრუქცია და აქ არის თვითონ ასორტიმენტი ამ საცხობის. რა გითხრათ? პერსონალის რაღაცა ნივთები აქვე დევს, აქვე არის ხაჭაპური, ყველაფერი არეული ერთად, ღვეზელი, ჰოდოგი, არ ვიცი, შემწვარი ქათამი, მგონი შემწვარია, ხო? შემწვარი ქათამია. და აქვე არის პიცა, მაიონეზით და ასე შემდეგ. ნამდვილად მადის აღუძვრელად არ გამოიყურება ეს პროდუქცია, უნდა გითხრათ. არ მოგიდება. არც ვიტრინებია ლამაზად, ეს მინა არის ძალიან ჭუჭყიანი. აქ არის უკვე თურქული ნუგბარი, ფახლავები, ბაკლავები და ასე შემდეგ. მაგრამ მანდამაინც სანდოდ არ გამოიყურება ეს საცხობი. ეს მაცივარი ყოველ კრიტიკას ცდება. ზევიდან კონდენსატი წვეთავს, ცომები გახსნილია სამწუხაროდ და მაცივარი არის როგორც მინიმუმ გასასუფთავებელი. ვადები არაფერზე არ არის და ზევიდან ჩაყრილი პროდუქცია ესე არის და ხა გაჩვენოთ, ნახეთ. როგორ მარტივად იწმინდება, ნახეთ. გადასარევად იწმინდება. უბრალოდ უნდა სურვილი. ტარაკნების რაოდენობა შეხედეთ, ნახეთ. ამას შეხედეთ, რა მხოლოდ ტარაკნებია, ნახეთ. ხედავთ? უამრავია, უამრავი, ძალიან ბევრი. ეს ნახეთ. ძალიან მწუხ. იცოდით ტარაკნები რო ყავდათ? და ეს არის სველი წერტილი. ეს არის ტილო, რომლითაც იწმინდება შიდა ტერიტორია, ძალიან მწუხა. ისევ ისეთი ანტისანიტარია, ისევ მდგომარეობა, მღრღნელები, ტარაკნები, მთელი ბუკეტია, აბსოლუტურად ყველაფერია და რა თქმა უნდა ვიტრინაზე საკმაოდ გემრიელი
იმიტომ რომ საოცარი სუმი დგას, უნდა ვაღიარო. ძალიან გემრიელი პროდუქცია დევს. და მომხმარებელი ამას ყიდულობს და ჭამს. დადასტურდა ჩემი ეჭვი, ძალიან ბევრი დარღვევაა სამზარეულოში, თვითონ უშუალოდ საცხობის საამქროში. და თქვენ უკვე ნახეთ თუ რა მდგომარეობა იყო შიგნით. შესაბამისად დასკვნასაც გამოიტანდით. ღირს თუ არა აქ პროდუქციის შეძენა.